უწყვეტი პროტესტის 344 დღეს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 დემონსტრანტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით დააკავა. 6 ნოემბერს აქციის მონაწილეები ჩვეულებრივ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვას შეეცადნენ, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. პოლიციის კორდონი გზის ორივე მხარეს აღიმართა, რა დროსაც ექიმი კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი დააკავეს. იმიტომ რომ თქვენს გადარჩენთ და სხვებიც გადარჩნენ. Ari გადავყავ ნორმალური ხელი გაწვი. ზოლად. აიშალე ბოლომდე. ბოლომდე აქა წამოდი. ზოლად. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მსვლელობით კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს და იქ აქცია გამართეს. Gagi forma ყველაფერი და მოდი მოგვიანებით დემონსტრანტები ლეონიძის ქუჩით რუსთაველზე პარლამენტის წინ დაბრუნდნენ. მსვლელობისას პოლიციამ გზისავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება მათ ისევ არ მისცა. 15 წლის არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციელებმა სწორედ გიორგი ლეონიძის ქუჩაზე ძალადობრივად დააკავეს. არასრულწლოვანი მოგვიანებით გაათავისუფლეს. არასრულწლოვანია, გაუშვით, რატომ მიყავთ? არასრულწლოვანი, რატომ მიყავთ? მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის შემდეგ კიდევ ერთი დემონსტრანტი 18 წლის ალექსანდრე რაზმაძე რამდენიმე პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავა. ეს არ არის გაიშვი. ისეთებ. ქართული ოცნების მიერ პროტესტის შემზღუდავი რეპრესიული კანონებისა და დაკავებების მიუხედავად რუსთაველის გამზირზე აქცია ყოველ საღამოს იმართება და მონაწილეები გზას თითქმის ყოველ დღე კეტავენ.